მოგესალმებით, მონოგარეკვა ტელეკომპანია პულსის ეთერშია. ჩვენ ვაგრძელებთ გაზაფხულის პირველი თვის, რომელიც ერთგვარად არა მარტო საქართველოში რაღაც ქალთა დღე, ქალთა თვეთ ითვლება და მე მინდა განსაკუთრებული ქალბატონები წარმოგიდგინოთ და ერთი განსაკუთრებული გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ. დღეს მონოგარის სტუდიას სტუმრობს ქალბატონი ნინო ჟვანია, ჩემი კოლეგა, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანი. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის და ასეთი არაორდინალური გადაცემაა, ჩვენ ორივე ექიმები ვართ, მაგრამ ჩვენ გასაკვირველია ვერ ავწდებით ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ასე ვთქვათ, გავალთ საექიმო ჩარჩოებიდან, მე მინდა თქვა ქალის პორტრეტი, ადამიანის, აქტიური ქალის ცხოვრების შესახებ ვილაპარაკოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ ძირითად ველზე, რა გვაქვს დამატებითი საქმიანობები აქტიური, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ვიცით თქვენ ბევრი საქმე გაქვთ. მოდი დავიწყოთ. ვინ არის ნინო ჟვანია? თქვენ როგორ და ვინ არის, იცით რა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. როგორ გითხრათ, ვინ არის, ალბათ სხვებმა უნდა შეაფასონ და არა მე თვითონ, მაგრამ მე თვითონ რა შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ექიმი კარდიოლოგი. ვარ ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ აი რაც შეეხება ჩემ მუშაობას, ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გზნობით ვიმუშაო. ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა და დანარჩენი ალბათ მაინც ხმა უნდა შეაფასო. რა გითხრათ? თქვენი ძირითადი აქტივობა გარდა იმისა, რომ ხართ ძალიან კარგი ექიმი და არაჩვეულებრივ დაწესებულებაში მუშაობთ, ჩემთვის ძალიან სანდო და საყვარელი, იმიტომ რომ ჩემი მშობლების თუ კი რამ მიჭირს ხოლმე ყოველთვის თქვენს დაწესებულებაში ვცდილობ, რომ გავიაროთ ხოლმე რაღაცა რეაბილიტაციო ეს გარკვეული დღეები. თქვენ აი გარდა ამისა გაქვთ არის უნიკალური, ვთქვათ, აქტივობა ექიმ ხალხთა საზოგადოება. რომელსაც შეკრებებს აკეთებთ, ძალიან დიდი წელია ბევრი აქტივობა გაქვთ გაკეთებული, მოგვიყევით რა. კი ბატონო, მე მაინც პირველ რიგში არ შემიძლია არ თქვა, რომ მუშაობ მართლა არაჩვეულებრივ ჩაფიძეს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. ამით ვარ ძალიან ბედნიერი და იქ არის მართლა მაღალი დონე, როგორც ექიმების მომზადების, ისე პაციენტების მოვლის, აი ყველაფრით მაღალი დონის კლინიკა და აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ კლინიკას და ჩემ ბედს, რომ ამ კლინიკაში მუშაობ. ეს პირველი, რაც შეეხება ჩემს სხვა აქტივობას. მთავარი აქტივობა გარდა ამისა, მე ვარ პროფესორი ორი უნივერსიტეტის, მაგრამ მე ვარ ამავე დროს საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ეს ასოციაცია ნამდვილად სერიოზული ასოციაცია აღმოჩნდა. როგორ შეიქმნა და რატო შეიქმნა? ეს ასოციაცია შეიქმნა 1999 წელს. მისი შექმნის ინიციატორი იყო ბატონი არჩილ ხომასურიძე. არჩილ ხომასურიძე, როგორც იცით, ძალიან ხშირად დადის საზღვარგარეთ სხვადასხვა კონგრესებზე და კონფერენციებზე. იქ გაიცნო ვიღაც ქალბატონი გერმანელი, რომელმაც მისცა მასალა, რომ აი ასეთი ორგანიზაცია არსებობს და იქნებ დამეხმარო საქართველოში შექმნა ეს ორგანიზაცია. ბატონმა არჩილმა რამდენჯერმე მომართა, რომ აი მოდი შენ შექმნი, რატომ გადაწყვიტა, რომ მე ამის გამკეთებელი შემიძლია გავაკეთო. მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, როცა მე ეს არ გავაკეთე და 99 წელს, როცა შევხვდით რაღაცა შემთხვევით შევხვდით და მითხრა იცი რა, აი მოდი ახლა მაინც გააკეთე ეს ორგანიზაცია და აი მაშინ შევდექი მის შექმნას. ძალიან გვერდში დამიდგა ქალბატონი ია დავითაი, ყველასთვის ცნობილი ნეონატოლოგი. დამიდგნენ გვერდში ასევე სხვა მეგობრები და შევქმნით ორგანიზაცია. ჯერ თავიდან ის იყო პატარა და მე თანდათან ისე ბატონი არჩილი გვეხმარებოდა ძალიან ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ვატარებდით შეკრებებს და მე თანდათან ჩვენი აქტივობა გაიზარდა და ბოლოს ესე იგი მოხდა ისე, რომ მე ამირჩიეს, დავდიოდი კონგრესებზე, ვცდილობდი აქ ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობას და დამთავრდა ის იმით, რომ ესე იგი ამირჩიეს ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტად, ჩემი აქტივობების გამო. როცა ამირჩიეს ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტად, ეს მოხდა ტოკიოში ზუსტად, მაშინ შევთავაზე ამ გამგეობის წევრებს, რომ ჩვენ ჩავატარებთ საქართველოში ექიმ ქალთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესს. ეს მათთვის იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ არ მოელოდნენ პატარა ქვეყანა, ახალი გაწევრიანებული ვიყავით და პრინციპში ეს ჩემი ამ გამგეობაში შეყვანის მიზანი იყო, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გამივრცელებინა ინფორმაცია ამ ასოციაციის შესახებ. ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი ხანგრძლივი დროის მანძილზე, სადაც ეს ასოციაცია შეიქმნა. და მაგრამ მე აუხსენი რომ საბჭოთა სივრციდან პირველი იყო საქართველო, შემდეგ შემოგვიერთდა რუსეთი, ახლა ლატვიაში შეიქმნა და მაგრამ რუსეთი შემოგვიერთდა სადღაც 15 წლის შემდეგ.
და როცა შევთავაზე ამ კონგრესის ჩატარება, ძალიან ჩაფიქრდა გამგეობის წევრები ჩაფიქრდნენ, რომ რამდენად მე ამას მოვახერხებდი და შემდგომში როცა აუხსენი რომ მე ადგილობრივი კონფერენციებია მაქვს ბევრი მოწყობილი, ნუ რაღაც დათანხმდნენ და მართლაც 2006 წელს ჩვენ ჩავატარეთ პირველი ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის კონგრესი. კონგრესს დაესწრო 22 უცხოელი სტუმარი მაშინ და აქედან დაესწრო ყველა გამგეობის წევრი, ერთდროულად გამგეობა ჩატარდა და ძალიან კარგად ჩატარდა ეს კონგრესი და რა ვიცი, ყველა იყო ძალიან კმაყოფილი, თვითონ სტუმრები სამეცნიერო დონითაც სერიოზული იყო, უფრო ქალთა ჯანმრთელობა, მაშინ გინეკოლოგიურ დაავადებებზე ლაპარაკი. მე ესე იგი რა იყო, იცით, საინტერესო იყო თვითონ კულტურული პროგრამა, ეს ჩვენი სტუმრები დარჩნენ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ დავათვალიერებინეთ ბევრი საინტერესო ადგილები, საინტერესო მუზეუმები და ამის შემდეგ ესე იგი ჩვენ უფრო და უფრო გავაქტიურდით. შემდეგი რაც გააკეთა ასოციაციამ, გამოუშვით ჟურნალი. ეს იყო საერთაშორისო ჟურნალი, რომელსაც ერქვა Actual Topics of Human Health, ეს იყო ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. მე გახდით მთავარი რედაქტორი, მოადგილე მყავდა რუსეთის ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი. შემდეგ ყავდა ასევე უცხოელი წევრები ამ რედკოლეგიაში და სულ გამოვიდა 12 ნომერი. სამწუხაროდ მეტი ვეღარ გამოუშვით, იმიტომ რომ ეს არ არის ადგილი გესმით ჟურნალის გამოშვება სერიოზული სტატიებით. მიუხედავად ამისა, ზოგი მართლა სერიოზული სტატიები იყო ბევრი, მათ შორის იყო სტატიები მაგალითად აღმოსავლეთში ქალთა ჯანმრთელობაზე და არა მარტო ჯანმრთელობაზე, ქალთა უფლებების დაცვაზე. მართლა ბევრი საინტერესო სტატიები ჰქონდა ძალიან და ჟურნალის სარგებლობდა პოპულარობით, ჰქონდა რა თქმა უნდა, ინდექსირება ჰქონდა ვებგვერდი ამ ჟურნალს წალდენ, მე მოხდა ისე რომ მაინც შეწყდა მისი გამოშვება, 12 ნომერი იყო გამოცემული. ეს ჟურნალი გამოდიოდა, ძირითადი სტატიები იყო ინგლისურ ენაზე, რეზიუმე იყო ქართულად და რუსულად. 2012 წელს ჩავატარეთ ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მეორე ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი ამჯერად ბათუმში. აი ამ ბათუმის კონგრესი აღიარებული იყო როგორც საუკეთესო იმ 2-3 წლის მანძილზე თვითონ სამინისტროს თანამშრომლების მიერ და აქ უკვე ბევრი უცხოელი დაგვეს, რომ კულტურული პროგრამა ჰქონდა არაჩვეულებრივი, ესე იგი იმ დროს იყო ეს ბათუმის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელმაც მოიგო პრეზიდენტის პრემია და დადიოდა მსოფლიოში და შემთხვევით მოხდა იმ დროს ბათუმში და უფასოდ ყველა დავპატიჟეთ ყველა მონაწილე კონგრესის და ბათუმელი ექიმები მეუბნებოდნენ დიდი მადლობა რომ გვაჩვენეთ ჩვენი ბათუმის ანსამბლი. აი ესეთი სიტუაცია, კონგრესი გაიხსნა მრავალჟამიერი სიმღერით, ისე რომ ძალიან შთამბეჭდავად ჩატარდა. და შემდეგ ესე იგი 2019 წელს ჩავატარეთ უკვე მესამე კონგრესი ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის, მაგრამ ეს იყო რეგიონალური კონგრესი. იმიტომ რომ მე გახდით რეგიონალური ეხებოდა არა ცენტრალურ ევროპას, ცენტრალურ ევროპას ვიცე-პრეზიდენტი მე ვიყავი, შემდეგ გახდა ჩვენი წარდგენით ხათუნა კალაძე. ეხლა რა ხდება შემდეგ, ესე იგი 2019 წლის. ერთი კითხვა მაქვს, ესე იგი აი ამ სოფლიოში ესე იგი ექიმ ქალთა ასოციაცია ეს არის სოფლიო ექიმ ქალთა აქვს წესდება ალბათ ხო? რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვს. ძალიან რა სფეროს მოიცავს? აი მაინც იცით რა, თავიდან ეს ასოციაცია საინტერესო მისი ისტორია, ძალიან კაი შეკითხვა. ეს არის პირველი ასოციაცია, რომელიც შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია ისა 1918 წელს შეიქმნა. ეს და იყო პირველი ქალთა ორგანიზაცია და რატო შეიქმნა? მისი შექმნის მიზანი იყო, რომ ესე იგი აეწიათ ქალთა როლი საზოგადოებაში, რატომ? იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრ ქვეყანაში ქალებს არ ჰქონდათ უფლება ესწავლათ უნივერსიტეტში, არ ჰქონდათ უფლება ემუშავათ როგორც ექიმებს, როგორც ექთნებს და აი სწორედ ამას ემსახურებოდა ეს პირველი 1918 წელს შექმნილი ექიმ ქალთა ასოციაცია და ზუსტად მე გახდით 2019 წელს უკვე 100 წლის კონგრესზე, სენჩერალ კონგრესს, რომელიც მიეძღვნა აი ამ ასოციაციის შექმნის 100 წლის და ეს მართლა ესეთი ორგანიზაცია იყო და ეს ამ მხრივ ძალიან საინტერესოა. ამ ორგანიზაციის მიზანი მაშინ იყო აი ამ ქალთა უფლებების დამკვიდრება, რომ აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც ექიმებს ქალებს არ შეეძლოთ ექიმებად მუშაობა. რევსანეთ. დიახ. კი ბატონო, ხანგრძლივი დროის მანძილზე. აი ესეთი კი საოცრება ნამდვილად.
ну ეხლა კი პირიქით არის რომ ითვლება რომ ეს არის ვარდისფერი pink color profession, ვარდისფერი პროფესია არის, ქალები ექიმები და ну აი ესეთი მეტამორფოზა მოხდა, მაგრამ ასეთი რაღაცა ხდებოდა. ეხლა რაც შეეხება მესამე კონგრესს 2019 წელს ჩატარდა, ზუსტად 100 წელს მიენწოდა და აი ამ კონგრესის შემდეგ რატომღაც მომივიდა, შემდეგ უკვე ახალი არჩევნები ხდებოდა ექიმქალთა ასოციაციაში ხელახელი და მომივიდა იდეა რომ წარმოედგინა ჩვენ ასოციაციას წარედგინა ექიმქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ეს მეორე პირია პრეზიდენტის შემდეგ ქალბატონი მარიამ ჯაში. ну ქალბატონი მარიამ ჯაში თქვენ რა თქმა უნდა იცით, ჩვენი ყოფილი პარლამენტის წევრი, არის ექიმი, მუშაობდა გაეროში, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ну მოხდა ისე რომ დათანხმდა ამაზე მაკაჩემ წინადადებაზე რომ წარმოედგინა როგორც გენერალური მდივანის პოზიციაზე და იქნა არჩეული ექიმქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივნად, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, საამაყოა, ქართველი ქალბატონია და ყველაზე საინტერესო ის არის რომ 2025 წელს ჩატარდა კიდე მორიგი მსოფლიო კონგრესი, უკვე არარეგიონალური ცენტრალური ევროპის, არამედ მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ესწრება ამჯერად დაესწრო 34 ქვეყნის ექიმი, ეს ჩატარდა კაიროში და ესწრებოდა 550 ქალბატონი. და აქ მეორედ წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ჯაში და ის მეორედ გახდა ესე იგი გენერალური მდივანი ამ დიდი ორგანიზაციის, მაგრამ არანაკლები წარმატება მიგვაჩნია ის, რომ აი ამ 2025 წლის ოქტომბერში კაიროში ჩატარებულ კონგრესზე ჩატარდა კენჭისყრა, რომ სად უნდა ჩატარებულიყო შემდეგი მსოფლიო კონგრესი. ეს ყველა კონგრესის დროს ტარდება კენჭისყრები, რამდენიმე ქვეყანა წარადგენს თავის კანდიდატურას, რომ იქ ჩატარდეს მსოფლიო კონგრესი და ეს საკმაოდ სერიოზული კონგრესია, იმიტომ რომ გეუბნებით აქ 34 ქვეყნიდან წარმომადგენელი დაესწრო. ეს ესწრება საერთოდ მე მყოფება რა კონგრესზე ტოკიოში, განაში, სეულში, ყველგან ესწრება 500 ადამიანზე მეტი ქალბატონი და ყველაფერი ძალიან სერიოზულად ტარდება. და კაიროში ჩვენ წარმატებამ საქართველოს წარადგინა თავის თავი და ჩვენი კონკურენტები იყვნენ მილიარდნახევრიანი ჩინეთის და მილიარდნახევრიანი ინდოეთის ასოციაციები. ну მაკა ჯაშსაც არ გქონდა დიდი იმედი რომ ჩვენ გავიდოდით, მაგრამ რატომღაც მაინც აი ესე გადავწყვიტეთ და ჩვენ წარვადგინეთ ეს ჩვენი ასოციაცია, ჩაიწერა კლიპები, გაუშვეს კლიპები და სხვათა შორის ესე იგი თუ ჩინეთის ასოციაციაზე იქ მაღალ კლიპში იყო ლაპარაკი მაღალ ტექნოლოგიებზე, იქ რაღაცა მაგათ უზარმაზარ შენობებზე და განვითარებაზე, ინდოეთში კიდე სხვა კულტურაზე, ჩვენი კლიპის გასვლის დროს ყველა მტაში დაუკრა, იმიტომ რომ მიდიოდა ჩვენი ბუნება, ჩვენი ცეკვები და აი და მე გამოვედი და მაკა ხანმოკლე სიტყვებით. და ბოლოს მოხდა ისე რომ წარმოიდგინეთ რომ საქართველოს მაჯობა როგორც ჩინეთს ისე ინდოეთს და 2028 წელს ეს ექიმქალთა საერთაშორისო ასოციაციის დიდი კონგრესი ჩატარდება საქართველოში. ანუ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მივიღებთ ისევ ამდენი ქვეყნის სტუმრას და ძალიან ბევრმა იქვე გამოთქვა დიდი სურვილი რომ ჩამოვლენ საქართველოში. აი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეჭვით სამეპარებოდა რომ ეს დამთავრდებოდა, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში სულფიქრობ ხოლმე რაზე იცით, რომ აი განსაკუთრებული ინტერესია ჩვენი ქვეყნის მიმართულად კი ვფიქრობ და ყველამ იცის მისი არსებობის შესახებ და ძალიან დადებით კონტექსტში. კი ბატონო. რაღაც 2-3 წლის უკან ტაშკენტში ხდება ამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი საერთაშორისო შეკრებები, ბევრი არის საერთაშორისო ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდი ატარებდა ამ ღონისძიებას, მოკლედ და მოწვეული ყავდათ ვაშინგტონის ოფისიდან, ჰედკვარტერიდან, მოკლედ ძალიან რამდენიმე თანამშრომელი და როდესაც მე მოვისმინე პრეზენტაციები, ჩვენთან მოგხსენებათ, ახლა ზუზუთიკობის პრობლემა ძალიან სერიოზულია, რაღაც დაიკლო ასე ვთქვათ პროცენტმა და მეტყვი მივედი ამ ქალთან და ესე ვუთხარი რომ მე თქვენი დახმარება მჭირდება, მე ვუთხარი და მინდა რომ ჩემს ქვეყანას მე ვუთხარი რაღაც ინდივიდუალურად გჭირდება თქვენი კონკრეტული ეს კონსულტაციები, როგორც ექსპერტის თქო და მითხრათ, არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, როდესაც დარბაზში მაგიდები ნაწილდებოდა, თქვენი მაგიდა პირდაპირ ესე ჩვენი საქართველოს მაგიდა იყო, აი ამ ფასილიტატორების მაგიდასთან, ასე ვთქვათ, ვინც წარმართავდა ამ ღონისძიებას და ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ, რომ გვინდოდა ეს ქართული მაგიდა ახლოს ყოფილიყო, იმიტომ რომ ვგიჟდები თქვენ ქვეყანაზე ომსა და ხო ხედავთ. არანაირი დაფინანსება საჭირო არ არის, მე თვითონ გამოვყოფ დაფინანსებასო,
მე თვითონ შევქმნი ჯგუფს და ჩამოვალ დაგეხმარებ, იმიტომ რომ იმდენი წელია მინდა საქართველოს ნახვაო, რომ ჩამოვიდეთ და ვნახოთ თქვენი უშვენიერის ქვეყანა. ეს იყო ერთი ეპიზოდი, რაც აი ამ ქალბატონისგან ეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მზადვარ ჩამოვიდეო. ეხლა იაპონიაში მქონდა საშუალება ამ სამკვირიანი მივლინების დროს მოგახსენებათ ახლა ეს JICA იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არის ძალიან ინიციატივური გლობალური ორგანიზაცია, როგორც USAID-ია და აი ვიცე-პრეზიდენტად შეხვედრის დროს ეს კაცი მეუბნება, რომ მე განსაკუთრებულ თვალყურს ვადევნებ ქართულ პროექტსო. და იმდენი რამს მსმენია თქვენი უმშვენიერესი ქვეყნის შესახებო, ერთი სული მაქვს რომ ვთქვი გელოდებით. თქვენ არიცით ესე კაიროში მე კიდე ვერ ყვები. ტაში დაუკრეს კლიპის გასვლის დროს, ტაში გაუკრეს ჩემი გამოსვლის დროს, ახლა მე რინდება ამას ლაპარაკი და ნუ ეს რა თქმა უნდა მე არ მეხებოდა ესახებოდა ქვეყანას და დიდი აღთოვანებით ხო არ ვიცი რა იზოლაციაზე და ქვეყნის მსოფლიოში მოძულებაზეა ლაპარაკი. სადაც ფეხსა დააბიჯებ მე სხვაჩოს ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი ჩემი ისრაელში ერთ-ერთი ჩემი ვიზიტის დროს წარმოუდგენელი ამბობს ყოფილი, მაგრამ რეალურად ესია გორნისკის მონასტერში მეუბნება წინამძღვარი. რომ თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანებიო, რომ მე ყოველთვის ვაკვირდებიო, როდესაც ქართველები ან ერთმანეთში საუბართ და მიდიხართო, ყველა სიყვარული ჩემოგცქერის, როდესაც შეგეკითხებიან საიდან ხარ ქართველი, თვალები გაუცისკრომდებათ ხოლმე და აი ეს ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი მართლა ესია. ესე გამოვიდა. ფიქრობ ხოლმე, რომ იცით რა, ახლა რო უყურე კაიროში, როგორ გამოდიოდა მარიამ ჯაში, რა როგორ ეჭირა თავი, რამდენად აკადემიური იყო, რა სერიოზული იყო, ეს ყველაფერი ვიყავი ძალიან ბედნიერი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენთ ასეთი ქალბატონი, რომელიც ესე წარმოაჩინა ორგანიზაცია. გარდა ამისა, მე მაინც მინდა ვთქვა, რომ გარდა აი ამ საერთაშორისო აქტივობისა, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურები ვართ თვითონ საქართველოში სისტემატურად ვაწყობთ რეგიონებში კონფერენციებს. ორჯერ კი არა, სამჯერ ჩავატარეთ კრედიტქულებიანი აკრედიტაციის მქონე კონფერენციები, ასევე ძალიან სერიოზული და ну, ეს განმანათლებელ მუშაობას ვეძებთ. ასოციაციის ფორმატში პროფესიული უნარების განვითარებაზეც მუშაობთ. ანუ ეს ერთი მიმართულება კიდევ. ზეც კი არა, საქართველოში ძალიან ბევრი. ჰუმანიტარული აქტივობა ქონდა ადრე ძალიან. გასინჯებს ვაკეთებდით, წამლებს ვარიგებდით. ერთი პერიოდი იცით რა დაგვეხმარა ორგანიზაცია ზუსტად აღარც მახსოვს ახლა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია საერთაშორისო წასულია ახლა საქართველოსდან უკვე დიდი ხანია და დავეხმარეთ ტანსაცმელს, სრულებით ახალი ტანსაცმელი გადმოგცა, ძალიან უხერხულია რომ არ მახსოვს. და დაურიგეთ, ესე იგი, ექთნებს, ექიმებს, კლინიკებში დავარიგეთ, რა ვიცი, ბევრი რამე გვაქვს გაკეთებული. გამოშვებული გვაქვს ასევე წიგნი ქალთა ჯანმრთელობაზე, რომელსაც ერქვა ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა და ეს წიგნიც დავარიგეთ. ну, ზოგი გაიყიდა მართალია, მაგრამ ზოგი ბევრი დარიგდა, სხვადასხვა ხალხს დაურიგდა კონფერენციებზეც დავარიგეთ, ტოლმირებთანაც დავარიგეთ, ძალიან საინტერესო წიგნი იყო სხვათაშორის, უბრალოდ ბევრი დიდი ფორმატით ვერ გამოუშვით. ძალიან საინტერესოა. როგორია გასაგეთი გასაგებია რომ ემზადებით ალბათ სოფლიო კონგრესის ჩასაარებლად მომავალ? ჯერ არ ვემზადებით, მაგრამ ჯერ სხვა რაღაცა საქმეები აუცილებლად დავიწყებ. ну, მონახას ვაკეთებ ახლა. ყოველწლიურად აკეთებ ხოლმე ალბათ დაგეგმარებას მომდევნო წელს ას გეგმავთ, როგორ დაამთავრეთ წელი ალბათ. აი, ხვალ მაგალითად უნდა კონდეს სტრატეგიული დაგეგმარების სესია და ესეც თქვენი არ იყოს, ესეც ისე მოხდა რომ ძალიან სერიოზული ტრენერი შემომთავაზა ყოველგვარი გადასახადის გარეშე საჩუქრად ჩაგიტარებულ სესიაზე. ლაპარაკია ქალბატონზე, რომელიც იღებს ძალიან სერიოზულ თანხებს ამ სესიის ჩატარებაზე, მაგრამ აი არ ვიცი, საქართველოს სიმპათიით თუ რაღაცა ესეთი განწყობით შემომთავაზა, რომ ჩაგიტარებ და თემაზეა სესია? ეს არის ასოციაციის სტრატეგიული დაგეგმარების სესია. ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, საინტერესოა. და ესრებით გამგეობის წევრები? ძირითადად გამგეობის წევრები, რამდენიმე აქტიური წევრი. ახლა ყველას ეს ვერ ჩაუტარებ და თვითონ გვითხრა, ამდენი ასე პირობები თვითონ წამოაყენა, ვაკეთებთ ამას. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა. ну, რა ვეხმარებოდ კიდე ერთი-ორი შემთხვევა ქონდა და დავეხმარეთ გაჭირვებულ ექიმებს ეს უფრო ადრე დროში. ახლა უკვე აღარ ვაკეთებთ ამას, მაგრამ გავაკეთეთ, ქონდა შემთხვევები ამის.
ადგილობრივ თქვათ მთავრობებთან ან მუნიციპალიტეტებთან გააქვთ კომუნიკაცია? იცით რა, კომუნიკაცია არადროს არ შეგვიწუხებია სხვათა შორის. უფრო ფარმაკოლოგიური კომპანიები გვეხმარება, მაგრამ რამე რო დამჭირდა დარწმუნებული ვარ დამეხმარებიან, იმიტომ რომ მე არ მქონია ახლა მართალი გითხრათ. სამინისტრო დაგვეხმარა 1-2 რაღაცის მოწყობაში, ნამდვილად დაგვეხმარა. აი კონგრესის ძალიან კარგი. თქვენი სამომავლო გეგმები რა არის? პირადად თქვენი. ჩემ პირადად ისეთ რამე ისეთ პერიოდში ვიმყოფებით ქალტონინო, რომ თქვათ ეს მარტი არის დედების, ქალების რაღაც განსაკუთრებული. აი მარტი, დედები და ქალები ეს თემა ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რამდენჯერმე ჩვენმა ასოციაციამ მისი ინიციატივით ჩატარდა ქალთა გულის დაავადებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ეს მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ ქალებში გულსიზარდვა დაავადებები მიმდინარეობს რამდენადმე განსხვავებულად ის ძველი სტერეოტიპი, რომ ქალებში ნებისმიერი გულის დაავადება არის ნევროზი, უკვე არის დიდი ხანი დამსხვრეული სამწუხაროდ ის იშემიური დაავადებაც და არტერიული ჰიპერტენზიაც ქალებში არის გახშირებული და აი ეს თემა ძალიან საინტერესოა და ზუსტად აი ამ ქალთა გულის დღეზე რამდენჯერმე ჩავატარეთ კონფერენციას მომწონს. თქვენთვის როგორია ეს პერიოდი, რა გახსოვთ განსაკუთრებული ამ მარტის პერიოდში? მარტის პერიოდში მე გავთხოვდი. დიახ, ეს გახსოვთ. კი ბატონო. თვითონ ამ დღეებს გქონდა რამე დატვირთვა თქვენთვის ცხოვრებაში, ხედავთ ეს რა დღეებს 3 მარტი, 8 მარტი რაღაც არის განსაკუთრებული. არა, რო გითხრათ რამე განსაკუთრებული. სპარგლებში ხო არ უწყობთ ხოლმე ერთმანეთს რაიმე. არა, ნამდვილად არა, ეს ნამდვილად არ გაკეთებია, მაგრამ ნუ რა ვიცი. ადრე ვაკეთებდით რაღაც შეხვედრებს კი ბატონო. მე მიყვარს უბრალოდ გაზაფხული თვითონ, იმიტომ რომ რაღაცა ბუნება რო იღვიძებს რაღაც მწვანე მიყვარს გაზაფხული, გიჟდები ან რაღაცა განსაკუთრებული ფერის სიმწვანეზე და 8 მარტი თვითონ დასწავლი შეიძლება დიდი შინაარსის არაა, მაგრამ ყვავილებით რო ივსება თბილისის ძალიან სასიამოვნო საყურებელია და მაშინ ძალიან სასიამოვნოა, ძალიან ლამაზია, მაისი უფრო მიყვარს, ძალიან ლამაზია და ძალიან მიყვარს შემოდგომა. როგორია ნინა ჟვანია, როგორც დედა და როგორც ბებია? აი მე როგორ არ ვიცი, როგორ გითხრათ. ვცდილობ რომ ვიყო კარგი და როგორი ვერ არ ვიცი. აი ეს აქტივობების შემდეგ ნახულობთ ხოლმე დროს? მინდა რომ მეტი დრო მქონდეს, მაგრამ რაც შემიძლია ვაკეთებ, რა ვიცი. ვცდილობ. სახლში, დიასახლისი? არა, ეხლა დიდი ხანია აღარ. აღარ აკეთე. თავის დროზე ვიყავი ძალიან კარგი დიასახლისი. მარტო ვაწყობდი დიდ სუფრებს, ყველაფერს ვაკეთებდი. ეხლა უკვე არც მცალია და აღარც მართალი გითხრათ, აღარც ამაქვს დიდი ინტერესი. ყველაფერს თავისი დრო აკეთობა. თავს გასაკვირველია, კი ნამდვილად ესეა. მე ისხა დამჩენია, დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან საინტერესო ორგანიზაცია. მე რაღაც მეგონა რომ თქვენი ინიცირებული იყო და როცა სოფლიო ასოციაციის წევრი ხართ და ესეთი განსაკუთრებული აქტივობები ტარდება. ეს არის კარგი, რომ საქართველოს წარმოდგენილია ამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაზე. ეს ნამდვილად მე ამაყება. ჩვენ ყველას გვეამაყება ჯერთი ჩვენი ქალბატონი რო არის გენერალური მდივანი, მე რომ მოვიგეთ უფლება რომ ესე იგი ჩავატაროთ ეკი ქალთა საერთაშორისო ასოციაციის დიდი კონგრესი, მე გავხდით ვიცე-პრეზიდენტი, მე ნუ შემდეგი ქალბატონი ხათუნა კალაძე იყო ვიცე-პრეზიდენტი და 3 კონგრესი ჩავატარეთ რეგიონალური ცენტრალური ევროპის ნამდვილად ჟურნალს უშვებდით მე დაგვეკნა. ხო, არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ნუ არ მიხარია რომ ამ თვითონ მნიშვნელოვანს პლატფორმაზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულადაა წარმოდგენილი. ნამდვილად არის, ნამდვილად. მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე დიდი მადლობა. ჩვენს ძირითად საქმიანობაში, სამედიცინო საქმიანობაში და ამავდროულად აი ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებრივ აქტივობაში. დიდი მადლობა, იმედია ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ. თქვენ გიწევთ ახლა კიდე ჩვენ განსაკუთრებულ მონაგარის კლუბში მოგიწვიეთ უკვე. და ვფიქრობ ჩვენ გავაგზავნებთ თანამშრომლობას და მადლობ თუ კლუბი რამე საინტერესოს გააკეთებს დიდი სიამოვნებით ჩაგერთვებით. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე. ასევე დიდი მადლობა. მე კი დავიმშვიდობები ჩვენ ტელემაყურებელს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან საინტერესო ისტორია წარმოგედგინეთ. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.